ჩვენი ქართული ამბანის შესახებ შეიძლება ითქვას ყველაფერი ვიცით ქართული წყაროების წყალობით ამის შესახებ მოკლედ იყო საუბარი საქმე ის არის რომ ჩვენ გვაქვს ფარნავაზ მეფის მემატიანეს ცნობა ქართული სახელმწიფო დამწერლობის შემოღების შესახებ ეს მოხდა ძველი წელთა რიცხვის 284 წელს მაგრამ ქართული ამბანი შექმნილია უფრო ადრე და ამის შესახებად ჩვენ გვაქვს ცნობები, ჩვენ გვაქვს წერილობითი წყაროები, რომლებიც გვაუწყობენ, რომ ქართული ამბანი შექმნილია ქურუმთა მიერ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ამას წინანდელი დიდი აღმოჩენები ჩვენ საშუალებას გვაძლევს აღმოჩენილია ფარნავაზ მეფის ქართული წარწერა, აღმოჩენილია ფარნავაზ მეფის დროინდელი ქართული თარიღიანი წარწერები და აი ეს წარწერები ამ წარწერების წყალობით შესაძლებელი ხდება, რა კი 10 წლების ათვლა ხდება, ესე იგი ქართული დამწერლობის, ქართული ამბანური დამწერლობის შემოღების დროიდან. როგორც უკვე ვიცით, ქართული ამბანი შექმნილია, დასრულებულია ქართული ამბანის შექმნა ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს და ეს თარიღი დადასტურებულია ფარნავაზ მეფის წარწერაში. ეს წარწერა ძველი წელთაღრიცხვის 274 წლით არის დათარიღებული. საერთოდ რო ვთქვათ, ამბანური დამწერლობის შესახებ საქმე ის არის, რომ მეცნიერებამ ჯერჯერობით ვერ გაარკვია თუ როდის არის წარმოშობილი ამბანური დამწერლობა და გაურკვეველია ამბანური დამწერლობის არსი და რაობა, მისი შინაარსი. ყველაზე დიდი საოცრება ის არის, რომ ამბანური დამწერლობა, ამბანური დამწერლობის სისტემაში 100 ნიშანს ერთდროულად აქვს ბგერის მნიშვნელობა და რიცხვის მნიშვნელობა. აი ერთი მაგალითად ნიმუში ქართული ამბანის პირველი 100 ნიშნის და გამოსახულია 100 ნიშანი, რომლის რაობა გაურკვეველი იყო და მხოლოდ ხანგრძლივი მეცნიერული მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ეს 100 ნიშანი თვარის გამოსახულება, ხოლო ან თვარის ღმერთს ნიშნავს. საქმე ის არის, რომ უძველესი დროიდან ძველი ცივილიზაციები დამწერლობის შექმნას ხშირ შემთხვევაში თვარის ღმერთს მიაკუთვნებდნენ. ესე იგი, თვარის ღმერთი იყო სიბრძნისა, სათვალავისა და დამწერლობის შემქმნელი ღმერთი. ამდენად ქართული ამბანის ეს პირველი 100 ნიშანი მიუთითებს იმას, რომ აქ ჩვენ ძველ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც 100 ამბანი დაკავშირებულია თვარის ღვთაებასთან. მაგრამ თვით შინაარსი და რაობა ამბანური დამწერლობისა დღემდე დასავლეთის მეცნიერებამ ვერ ამოიცნო. ამბანური დამწერლობის წარმოშობა ბურუსით არის მოსული. ესე იგი, საქმე ის არის, რომ არათუ
მარტო ქართული ანბანური დამწერლობა, არამედ საერთოდ ზოგადად ანბანური დამწერლობა მოითხოვს მეცნიერულ კვლევა ძიებას. ჩვენ ვიცით, რომ ძველ და დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან მთელს წინა აზიაში და დასავლეთში ბერძნულ სამყაროში დაიწყო ანბანური დამწერლობის გავრცელება, მაგრამ სემური ანბანური დამწერლობა, თქვათ, ფინიკიური ანბანური დამწერლობა, არამეული ანბანური დამწერლობა, უგარიტული ანბანური დამწერლობა, ეს ანბანური დამწერლობის მეორეული სახეობანია, რომლებიც სათავეს ღებულობენ დედა ანბანური დამწერლობიდან, მაგრამ ეს დედა ანბანური დამწერლობა ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. ამდენად საკითხი იმისა, თუ რა კი არ გაგვაჩნია დედა ანბანური დამწერლობა, მეორეული ანბანური დამწერლობანი არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ ანბანური დამწერლობის არსი და რაობა. ვარაუდად, დედა ანბანურ დამწერლობაში უნდა ყოფილიყო 27 ასო ნიშანი, ეს შეესაბამება იმ ვითარებას, რომ სემურ ენაში ძველ სემურ ენებში 27 თანხმოვანი ასო ნიშანი იყო. ცნობილია, რომ სემური ანბანური დამწერლობის ასო ნიშნები თანხმოვნებს გადმოსცემენ და ხმოვნები არ არის. მაგრამ აქაც არის გამონაკლისი. მაგალითად უგარიტულ დამწერლობაში შენარჩუნებულია ძველი დედა ანბანური დამწერლობის 27 ასო ნიშანი და ამავე დროს 3 ასო ნიშნის მეშვეობით დამატებულია ხმოვანი ასო ნიშნები. უგარიტული სემური ანბანური დამწერლობა დაახლოებით მისი ძეგლები ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნიდან მოგვეპოვება. ამგვარად, საკითხი ასე დგას. როგორ მოხდა ის სასწაული, რომ ანბანში ასო ნიშანს ერთდროულად აქვს ბგერის მნიშვნელობა და რიცხვის მნიშვნელობა. მაგალითად, აღიქვამთ ქართული ანბანი. რა კი ანბანის პირველი ასო ნიშნის რაობა გაურკვეველი იყო, ვეხმარება ჩვენ მისი სახელწოდება ან ბაბილონურ სამყაროში მთვარის ღმერთს ნიშნავს. იგი არის გამგებელი მთვარის კალენდარული წელი წადისა. აი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქართული ანბანის ამოცნობისათვის. საქმე ის არის, რაგი მისი სახელწოდება არის ა და ა ბგერით იწყება, ამიტომაც ასო ნიშანს ა ბგერის მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამავე დროს იგი ორგზის რიცხვის ერთის აღნიშვნელია. გასარკვევია, რა თქმა უნდა, როგორ მოხდა, რომ ასო ნიშანი ერთდროულად არის ბგერის სიმბოლო, ესე იგი ასო ნიშანს მინიჭებული აქვს მისი სახელის, მისი სახელწოდების პირველი ბგერის მნიშვნელობა. მაგრამ რატომ არის იგი მისი რიცხვითი მნიშვნელობა ერთი? ანბანურ დამწერლობაში ასო ნიშნებს აქვთ ორი სათვალავი. ერთი არის რიგითი სათვალავი, ესე იგი და ამ რიგითი სათვალავით, ესე იგი ანბანში ასო ნიშანს აქვს თავისი ადგილი და მისი
შესაბამისი რიცხვით მნიშვნელობა. აქ პირველი ასო-ნიშანია, მისი რიცხვით მნიშვნელობა არის 1. ინი მეათე ასო-ნიშანია და მისი რიცხვით მნიშვნელობა არის 10. თქვათ რაე მე-19 ასო-ნიშანი ქართული ანბანისა, მისი რიცხვით მნიშვნელობა არის შესაბამისად 19 და ასე შემდეგ. ქართულ ანბანში იმთავითვე უძველეს ხანაში 35 ასო-ნიშანი იყო და ყოველ ასო-ნიშანს ჰქონდა თავისი რიცხვით მნიშვნელობა რიგითი სათვალავით. მაგალითად, პირველი ასო-ნიშნის რიცხვით მნიშვნელობა იყო 1, ხოლო ჯან 35 ასო-ნიშნის რიცხვით მნიშვნელობა რიგითი სათვალავით იყო 35. მაგრამ ისევ ანბანურ დამწერლობაში გარდა რიგითი სათვალავისა არის ანბანური სათვალავი. ანბანური სათვალავი დიდად წინ გადადგმული ნაბიჯია კაცობრიობის წარსულისა, როდესაც ესე იგი ძალიან რთული რიცხვითი სათვალავები შეიცვალა ანბანური დამწერლობით. ანბანური დამწერლობის სათვალავი. ანბანური დამწერლობის სათვალავით არის 9 ერთეული 9 ათეული და 9 ასეული. ესე იგი საკმარისია 27 ასო-ნიშანი ანბანისა და მართლაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ დედა ანბანურ სემურ დამწერლობაში იყო 27 ასო-ნიშანი. 27 ათვლილი იყო სემური ენის 27 თანხმოვანი ბგერა და ამავე დროს ასო-ნიშნებს ჰქონდა 1-დან 9-მდე 9 ერთეულის აღნიშნული იყო. შემდეგ 10-დან 90-მდე ჩათვლით, რა თქმა უნდა, 9 ათეულის მნიშვნელობისა და 9 ასეული, ესე იგი 100-დან 900-ით ჩათვლით. ამდენად ანბანური დამწერლობის 27 ასო-ნიშანი ახერხებს ასო-ნიშნების მეშვეობით რიცხვების ათვლას 1-დან 1000-მდე. აი ეს აგრეთვე არის ანბანური დამწერლობის ერთ-ერთი საიდუმლო. ამ საიდუმლოს შესახებ, ესე იგი, ჩვენ მომდევნო საუბარში ექნება ლაპარაკი. დიდი მადლობა.